დედამიწა არ არის ბრტყელი, მაგრამ მზის სისტემა არის. დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ მატერია, რომელმაც შექმნა ჩვენი მზის სისტემა, იყო ნისლეულის ფორმით, ნებულას, რასაც უძახიან. ანუ პრაქტიკულად დიდი ღრუბელი წარმოიდგინეთ აირის და მტვრის კოსმოსში. გრავიტაციის მოქმედებამ ეს მატერია გააბრტყელა დისკოდ, ძალიან საინტერესო არის რანაირად ხდება ეს და ცალკე ფიზიკის ამბავია და შემდეგ მიიზიდა ეს ყველაფერი ერთმანეთთან ცენტრში. ბოლოს წნევა იმდენად დიდი გახდა, რომ შეიქმნა ვარსკვლავი. ეს ვარსკვლავი, ანუ უკვე მზე და დანარჩენი აირი და მტვერი ერთმანეთს შეეჯახა და საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ობიექტები, ციური სხეულები, როგორიცაა მაგალითად დედამიწა. ერთობლიობაში მზე და ყველა ის ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო ორბიტაზეა გრავიტაციის გამო, წარმოადგენს მზის სისტემას. ყველაზე დიდ სხეულებს, რომლებიც მზის გარშემო ორბიტაზეა, უწოდებთ პლანეტებს და სულ არის 8: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ამ 8 პლანეტას ერთმანეთისგან გამოყოფს ასტეროიდების სარტყელი. ასტეროიდები არის პრაქტიკულად ქვები, რომლებიც მზის ორბიტაზეა და გაცილებით უფრო მცირეა ზომაში ვიდრე პლანეტები და ძირითადად შედგება ნიკელისგან და რკინისგან. და პლანეტებისგან განსხვავებით, ასტეროიდები არ არის მრგვალი. ნეპტუნს იქით, ნეპტუნის შემდეგ მზის ცენტრიდან რომ გავყვეთ, არის ოორტის ღრუბელი, რომელიც არის სივრცე ჩვენი მზის სისტემის ზუსტად ზღვარზე, საზღვარზე და სავსეა კომეტებით, რომლებიც პრაქტიკულად არის კოსმოსური თოვლის გუნდები. იმიტომ რომ ყინულისგან და მტვრისგან არის შემდგარი. ზოგჯერ ზოგიერთი ეს კომეტა მზის სისტემის შიგნითაც შემოდის და ხანდახან დედამიწიდანაც კი ჩანს, თუ როგორ ტოვებს იონიზებული აირის გრძელ კუდს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომეტაა ჰალეის კომეტა, გაგიგიათ ალბათ, და სადღაც 75 წელში ერთხელ დედამიწას ისევ სტუმრობს და ჩანს. და მომდევნო ჯერზე გვიწევს 2061 წელს. მზესთან ყველაზე ახლოს მყოფ 4 პლანეტას, რომლებიც ასტეროიდის სარტყელის შიგნით არიან, ეწოდებათ შიდა ან კლდოვანი პლანეტები. ინგლისურად უძახიან inner planets, ანუ შიდა პლანეტები, ან terrestrial planets. სიტყვა terrestrial მოდის ლათინური სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს მიწას. კლდოვან პლანეტებს გააჩნიათ მყარი ზედაპირი, თხელი ატმოსფერო, ცოტა მთვარე, ან ზოგს საერთოდ არ აქვს მთვარე და არც ერთს არ აქვს სარტყელი ან გარსი. მზესთან ყველაზე ახლოს მყოფ პლანეტას ქვია მერკური და ის არის ყველაზე მცირე პლანეტა მზის სისტემაში და ასევე არ აქვს არც ერთი მთვარე. შემდეგი არის ვენერა, რომელიც დედამიწასთან ყველაზე ახლოა და მერკურის მსგავსად მასაც არ აქვს მთვარე. და ღამეცაში თუ აიხედავთ, დაინახავთ ვენერას, რომელიც ძალიან მკაფიო ვარსკვლავივით ანათებს. დაახლოებით დედამიწის ზომისაა, მაგრამ რეალურად არ მოგინდებოდათ მან ცხოვრება. ეს არის ყველაზე ცხელი პლანეტა მზის სისტემაში და მისი ატმოსფერო შეიცავს კომბინაციას ნახშირორჟანგის და გოგირდმჟავასი, რომელსაც ვერ ისუნთქებ. აი აშორიესო 4 ხომ გახსოვთ? ეგ. შემდეგი არის დედამიწა. დედამიწა არის, რამდენადაც ვიცით, ერთადერთი პლანეტა, რომელზეც არის სიცოცხლე. და ბოლო კლდოვანი პლანეტა ჩვენი მზის სისტემაში არის მარსი. მარსს გააჩნია თხელი ატმოსფერო, ძირითადად ნახშირორჟანგის და 2 მთვარე. ჩვენ მარსზე რობოტებიც გაგვიგზავნიან, რომლებიც შეისწავლიან მის ზედაპირს. ახლა პლანეტებს, რომლებიც გარეთ არიან ასტეროიდის სარტყელის, ეწოდებათ გარე პლანეტები. შიდა პლანეტებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან კლდოვანი და შედგებიან აირებისგან და სითხეებისგან, გააჩნიათ ბევრი მთვარე, გააჩნიათ ბევრი სარტყელი და არიან გაცილებით უფრო ცივი და გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე კლდოვანი პლანეტები. მაგალითად, იუპიტერი იმდენად დიდია, რომ მასში ჩაეტევა 1300 დედამიწა. იუპიტერს უწოდებთ აირის გიგანტს, ანუ gas giants, რაც არაა გასაკვირი, იმიტომ რომ გიგანტურია და შედგება აირისგან. და მისი ატმოსფერო ძირითადად არის წყალბადი და ჰელიუმი. ხო, ასევე 50-ზე მეტი მთვარე აქვს. იუპიტერის ერთ-ერთი მთვარე, განიმედე, უფრო დიდია მოცულობით ვიდრე მერკური, რომელიც არის პლანეტა. ასევე იუპიტერი ძალიან სწრაფად მოძრაობს თავისი ღერძის გარშემო. იმდენად, რომ ერთი დღე იუპიტერზე არის 10 საათი. ახლა კიდევ 650 მილიონი კილომეტრით თუ მოვშორდებით მზის სისტემის ცენტრს, ანუ მზეს, მაშინ მივაღწევთ სატურნამდე, რომელიც არის კიდევ ერთი აირის გიგანტი. 1610 წელს გალილეო გალილეი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დაინახა სატურნის რგოლები. რადგან მისი ტელესკოპი საკმარისად ძლიერი არ იყო, ვერ მიხვდა რას უყურებდა და შთაბეჭდილება დარჩა თითქოს პლანეტას ჰქონდა ყურები. და მიუხედავად იმისა, რომ შორიდან სატურნის რგოლები ძალიან ერთგვაროვანი ჩანს, რეალურად მათ შეადგენს უამრავი ქვა
და ასევე ყინულის ნაგლეჯები. და ეს ყველაფერი ორბიტაზე არის სატურნის გარშემო, სატურნის გრავიტაციული მიზიდულობის ძალის გამო. შემდეგი მოდის ურანი, რომელსაც ასევე გააჩნია რგოლები, მაგრამ ეს უფრო იშვიათად გვესმის. ერთი ისაა, რომ სატურნის რგოლებზე უფრო მცირე არის ეს რგოლები, და მეორე ისაა, რომ დედამიწიდან იმდენად შორსაა, რომ ძალიან ძლიერი ტელესკოპი გვჭირდება, რომ დავინახოთ. ასევე საინტერესოა, რომ რგოლები ისე აქვს ურანს, რომ ჩვენი გადმოსახედიდან თითქოს ზემოდან ვუყურებთ ამ რგოლებს. ანუ ჩვენთვის ჩანს ეგ რგოლები მართლა წრესავით. აი დაგუგლეთ და უფრო უკეთ მიხვდებით, რას გულისხმობ. და კიდევ უფრო შორს დედამიწისგან არის დიდი ლურჯი პლანეტა ნეპტუნი. რადგან ნეპტუნი ძალიან შორსაა მზისგან, იქ ძალიან ცივა. ნეპტუნის საშუალო ტემპერატურა არის -214 გრადუსი ცელსიუსით. ასევე ეს არის ყველაზე ქარიანი პლანეტა მზის სისტემაში, სადაც ქარის სიჩქარე ხანდახან აღწევს 2000 კმ/სთ. ახლა საინტერესოა, რომ პლანეტებს არ სჭირდებათ ერთი და იგივე დრო, რომ მზის გარშემო გააკეთონ ერთი სრული ორბიტა. მაგალითად, იუპიტერს სჭირდება 12 წელი, ანუ დედამიწით გაზომილი წლები, რომ მზეს შემოუაროს ერთხელ. ამავე დროში მერკური ახერხებს, რომ თითქმის 50 ჯერ დაარტყას წრე მზეს და ნეპტუნს პირიქით ერთიც არ შეუსრულებია ბოლომდე. მართალია მთვარეს ადამიანები უკვე ვესტუმრეთ, მაგრამ ჯერ არ შეგვიქმნია ისეთი რაკეტა, რომ შეგვეძლოს სხვა პლანეტაზე წავიდეთ. მაგრამ სხვადასხვანაირი ტექნოლოგიის გამოყენებით მაინც უფრო და უფრო მეტს ვსწავლობთ ჩვენი მზის სისტემაზე. შევქმენით არაჩვეულებრივი ტელესკოპები, რომლებიც ძალიან შორს, ძალიან კარგი გარჩევადობით გვაყურებინებს რაღაცებს. გაგზავნილი გვაქვს რობოტები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლიან ციურ სხეულებს. და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კვლევა და ამდენი რესურსი არის ჩადებული ამ ყველაფერში და ამდენი ხანია, მეცნიერები მაინც დღემდე უამრავ ახალ რამეს სწავლობენ ჩვენი მზის სისტემის შესახებ და ჩვენი სამყაროს შესახებ.